ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia მოგოქეს USA to Georgia საბრიძიდან დაიწყეს ტვიტების ჩამოტანა ყველა ეგრე მოღუნული რომელიც არის იატაგანი ან იატაგანისნაირი რაღაც უგუღმადებ გამარჯობთ მეგობრებო არხის გამომწერებო კარგო ხარხნო მოკლედ ისევ იარაღთან აქვს საქმე ჩვენ ხორი არხი გვაქვს ერთია სადაც მარტო იარაღი მიდება აი ახლა ვართ სიონის 8 ნომერში ეს არის იარაღის მუზეუმი დავით ნასარიძის აქ გადამიღია რაღაცები შეგიძლიათ სკოლები მოხვიდეთ ბავშვები მოიყვანოთ ჩვეულებრივი მუზეუმისგან იმით განსხვავდება რომ შეგიძლიათ ნებისმიერ ნივთს ხელი მოკიდოთ შეეხოთ მაგითია ხო ხიშდან არის მოკლედ აქ არ არის მარტო იარაღი აქ საქართველოს ისტორია შეიძლება მოგიყვან გიდმა თვითონ დავით ნასარიძემ სხვადასხვა კულტურის რაღაცეებია ფარები ხმლები არბალეტები ტანსაცმელი საყოფაცხოვრებო ნივთები ძველი მაგალითად კევრიან ეგეთი რაღაცა რავი აი აკვანიც არის იქით ჩოხებია ხო შეგიძლიათ აიღოთ ხელში ჩაიცვათ აი მაგალითად ბატონ დავით ეს იცი რა არის აი ეს რა არის იცი ეს არის უღელი ერთმანეთს ხარებს აბავდნენ ხოლმე და მეუღლე კიდე ნიშნავს რომ კისერზე რაღაცა გადევზე ერთად მიათრებთ ოღონდ ნაღდი მეუღლეა ბატონი დავითი ნასარიძე აქ არის და ბატონო დავით გილოცავთ ყველა დღესასწაულს ერთად აი ხარ ბატონო დავით აბა რას გეტყვი ხო აი ამას აი უყურეთ არ მინდა რომ აი გაჩვენოთ ჯერ რა აქ არის ჯარისკაცები პატარა გაკეთებული იმითი რა ქვია პლასმასი სხვადასხვა ეპოქის ჯარისკაცებია შენებიც არის ო აი შენები რა მე და შენ ვართ მე და შენ აი ზემოთ არის კავკასიური ომები ძალიან ცნობილი მწარმოებლების არის ანუ როგორც არის ზურა კვანჭახაძე შოთა თხილიშვილი ინჟინერ ბასევიჩი აი ეს არის კავკასიელები და ერთ-ერთი მეც ვარ რა მან და აი კიდე არის კოფიმი აი ეს ზემოთ აი ეს მოკლედ უკვე კავკასიელები იბეჭდება თუ გაქვთ ვინმე შემონახული ან ისე გაქვთ და ისე გილაგიათ ან გიყრიათ მოიტანეთ აქ სულ ესენი არის შემოწირულობები რა დავით ეს რა ნიღბები გაქვს ეს არის შოთა თხილიშვილი ეს არის ერეკლე დავითი სხვათა შორის შოთას ერთი თუ ექნება ხელოვნების სასახლეში გამოფენა კი ძალიან სერიოზული გამოფენა აქვს ძალიან სერიოზული ნიღბები მე მივიდე ჩვენს და გადავიღოთ კი ბატონო აუცილებლად მოგე ძალიან საინტერესოა არის კიდე მე-20 საუკუნის ისენი რა ქვია აი ეგ არის სამხედრო ნივთები რაღაცეები და ეგ არის ჩვენი სურპრიზი კეთილი იყოს თქვენი ფეხი ეს არის უკვე გახსნა იმიტომ რომ წელს სექტემბერში ვაპირებდით შარშან გახსნას მაგრამ ეს არის მე-20 საუკუნე ეხლა რატო რამოდენიმე მოვლენა დაემთხვა ამას ეს პირველი მოვლენა რა არის რომ სამხედრო აღზრდა დაბრუნდა სკოლებში ყველგან არა მაგრამ უკვე ექსპერიმენტულად დაბრუნდა და მე-20 საუკუნე ChatGPT მირჩია რომ დავამატო და აქ რა არის ახლა გამოფენილი აი ჩამოგძანდით აქ არის მე-20 საუკუნის ომები, თვითმფრინავები, ჯარისკაცები, მინიატურები, ტანკები. მერე არის ფორმები, პირველი მსოფლიო, მეორე მსოფლიო ფორმები. ეს მეხანძრის გუდია. ხო, მაგრამ თავიდან ეს კავალერისტების იყო. ანუ ცხენოსნებსაც ეთქვა. ხო, და გადაჭედილია, სხვანაირი ფორმა აქვს, რა თქმა უნდა. ვიღება. მშვენიერია. და აქეთ ახლა რა არის? აქ არის სხვათა შორის რამოდენიმე ადამიანი იყო, ვინც შემოღწირა ფორმები, იმიტომ რომ ზოგი ფორმა არის. აი მაგალითად ტანკისტის ფორმა მაჩუქეს. ჯარისკაცი, ხო, ეგ ტანკისტის ფორმა მაჩუქეს, ხუდი ვიყიდე. ძირითადად შრალხიძე ვყიდულობ. ეს ავღანეთის ფორმა, ანუ ეს ახალი წელიწადია, მაგრამ ავღანეთის ფორმას ჩვენებიც ვატარებდით აფხაზეთის ომის დროს. ეს არის ფრანგული ფორმა. ბატონო დავით, აი ეს არის საფრანგეთში ნაყიდი ფორმა. თლიანი ისა. ეს არის უკვე საბჭოთა კავშირი. ეს მაგიდა ეძღვნება პირველ მსოფლიო ომს. პირველ მსოფლიო ომის დროს ძალიან არეულად ეცვათ, მაშინ იყო გახსოვს მწვანეები, მახნო, ანარქისტები, ვისაც რა ხდებოდა, თუ ქართველებს დაახლოებით ესე ეცვა. ეს არის გერმანია, თავისი ხიშტები, ეს ნამდვილი ხიშტებია.
ანუ შემიძლია ჩამოვიდე, ჩავიწო სურათი გადავიღო. კი. ნუ გერმანულ ფორმებს ვერ ატვირთავენ. აკრძალულია დანარჩენი ფორმები ძირითადად შეუძლიათ რა. და არის აქ საბჭოთა თემატიკა და ეს არის, მოდი ვთქვათ რა, იმიტომ რომ ჩემი მუზეუმი რითი გამდიდრდა, ეს არის კონკრეტულად ბატონი ზურას ფორმა. და ეს ფრინავის ფორმაა. მოდი შენ ილაპარაკი ამ ფორმაზე. ავიაციის ფორმა. იყო ეს ფორმა. ავიაციის ფორმა, ავიაცია ახალი შექმნილი იყო. ამით აღლუმზე ვარ ორჯერ ნამყოფი აი ამ ფორმით. ეს არის იტალიიდან ჩამოიტანეს, იმათი ავიაციის ფორმა იყო და მაშინ მირას ჩუქნიდა და ეხლაც ეს ფორმები უბრალოდ ცოტა ესენი განსხვავდება, ეს არის პირველი მოდელი. კი ბატონო. ასე რომ რაღაცა ჩემი პატარა წვლით შევიდა. მეგობრებო, ვისაც გიყვართ პირველი მსოფლიო, მეორე მსოფლიო, ჯარისკაცუნები, ბატონი ზურა, ბატონი დავითი, მოკლედ შეგიძლიათ მოხვიდეთ და ნახოთ ეს ფორმა. შეგიძლიათ ჩაიწოდოთ და სურათიც გადაიღოთ. ხო, სურათიც გადაიღონ და ნუ აქ რა თქმა უნდა, აი გახედეთ ჩვენი განსხვავება, რაც არის საბჭოთა წმინდა გიორგის ღილები ქონდა ჩვენ და აი ქიმი, 7 ქიმიანი გვაქვს ჩვენ. შემოწირულობებს ვიღებთ ყოფილ სამხედროებს თუ ვინმეს მუნდირი გაქვს და ეხლა მთლად იმაში არ ჩაიცოთ რა ქვია. აქ ცოტა მილაგება ჭირდება, მაგრამ აქ მთავარი რა არის? აქ იქნება ინტერაქტიული თამაში. როგორ დარეკონ ტელეფონზე? საათის ისრით ვერ ცნობენ ბავშვები, უმეტესობა ბავშვი ვერ ცნობს საათის ისრით. ვერც ეს ციფრულ სიმაშრე. ხო, ციფრებზე არიან. ამიტომ ჩვენ გვექნება აი მაგალითად კასეტით ფანქარი უნდა გადაახვიო კასეტა და მე-20 საუკუნეში აი მაგალითად კერასინკა გაზზეაო ბავშვი მოვიყვანეთ და გაზზე არისო კაცო. აი ეგეთ რაღაცეებზე ჩვენ გვექნება ინტერაქტიული თამაში და მოკლედ ვინც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გასცემს ის დაჯილდოვდება უფასო ფოტოსესიით. დანარჩენი ახლა შემოსვლა, ნახვა, დათვალიერება, შემოწირულობაზე. ძველი ტელევიზორები. აი ახლა უყურეთ, აი დავით, ბატონო დავით. აბა როგორ უნდა გადაგერთო ეს ტელევიზორი? აი კნოპკები. სულ ორი არხი იყო, მაგრამ აქ 7 ღილაკი ქონდა. ხო და აი ამას რომ მიაჭერდი ასე, რომ უნდა დაგეჭირა არხი, აი ეს უნდა დაგეტრიალებინა. არა, ჯერ ის უნდა გადაგერჭო აი ეს. ეგ ეს სხვადასხვა არხებზე ხდება. მაგრამ ორი არხი იყო. ორი ქართული და ორი რუსული. მოკლედ, ეხლა რა არის ჩვენი შეკრების მიზეზი? სახელმწიფო მუზეუმმა ზემოთ გამოფინა ისტორიული იარაღი 5 წელიწადი რემონტზე იყო. 25, ნახე. კი. ამაზე მუშაობდი. კი ბატონო, ეს სხვათა ეს ჩემი თვინფრინავია. აი ამაზე მსახურობდი ქართული გამნასხვავებელი ნიშნებით, ხო? კი ბატონო, კი ბატონო. იმიტომ რომ ეს თემა ცოტა. ამას რაღაცები აქვს მოტეხილი, ახლა უნდა ესე გამოშველი ქონდა. მაგრამ შეერაღებით არის? კი. მოკლედ ძალიან საინტერესო რაღაცა. მოკლედ ბატონო დავით. ხო, ესე გამოფინეს მაგათ იარაღი. გამოფინეს ისტორიული იარაღი, ძირითადად არის საპარადე და ძალიან საკოლექციო იარაღი. სახელმწიფო მუზეუმის რამოდენიმე კოლექცია გამოფენილი, იქნება გამოფენა 6 თვე. ანუ თქვენ რომ მოხვათ აქ ამ შენობაში, აქ შეგიძლიათ ნახოთ არა მარტო კერძო კონტაქტური მუზეუმი, არამედ შეგიძლიათ ახვიდეთ და ნახოთ ის ნივთები, რომელიც ზოგი ნივთები, რომელიც არასდროს არ გამოფენილა. წავედით. წავიდეთ და ის რა ქვია. ნუ ბავშვები მოიყვანეთ რა და თუ ბავშვები უყურეთ მასწავლებლებს უთხართ, თუ მასწავლებლები ხართ ბავშვები. აქ მუზეუმში მოსვლა უფასოა. კი ბატონო, შემოწირულობაზე ვართ ჩვენ. წავედით. აი მესამე სართულზე ქარვასლის გაიხსნა იარაღის და გრავიურების რა გამოფენა თბილისის. და მოკლედ ძალიან საინტერესო თემატიკა რა. მოკლედ ქარვასლაში ვართ. კი ბატონო. აი ძალიან მაგარია რა. გარემოც კაია. შეგიძლიათ ბავშვები მოიყვანოთ ქვემოთ. თქვენ თვითონ ჭიქაღვინო ჩაურტყათ და რაღაცა. მოკლედ ეს გარესტავრირდა და აქ არის გამოფენა. კეთილი იყოს. მარჯვენა ფეხით და შემოვიდა. მოკლედ უნიკალური იარაღი, ფერწერა არის გამოფენილი. რამოდენიმე ნიმუშზე გავამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ ეხა ასეთი იარაღი მე ძირითადად ამ ხარისხით მე არ მაქვს. მე მაქვს საბრძოლოები. ესენი ხო ყველა ორიგინალებია. კი, ეს არის სახელმწიფო მუზეუმის კოლექცია და აქ არის აი კავიანი ხმალი, კალდიმები, მე-17 საუკუნეა წარმოდგენილი, აქ როგორც უყურებ.
მე-18-იც არის. აი ეს არის ძალიან უნიკალური ხმლები, თავადური, საბრძოლო ხმლები და საპარადო ხმლები, სააღლუმე ხმლებიც არის. აი აქ არის აი სხვადასხვა თავადის შამშირიც არის, ხმალიც არის. ესეც მე-18 საუკუნე. ეს არის კი, ყველა ორიგინალი ადამიანების ნახვა. აი ეს არის კნიაზი დავით ცნობილი. და მოკლედ ორბელიანის ზაძამიძის ხმალია, რაც ახლა ვინც იცის რა ხმლებია და რა პირებია გამოფენილი აქ. ნუ არა, აქ უნდა ყველა ვარიანტი სერიოზული კოლექცია. მოხვიდეთ, აი ცესასოლი იარაღი. კი, აი როგორ გამოიყურებოდა თავადები, ეს არის ქართველი, ქართლის თავადი და დასავლეთ საქართველოს იმერელი თავადი. კაბიანი ხმლით. ხო, კაბიანი ხმლით. აქ არის გამოფენილი უნიკალური ნივთი. ანუ რომელიც სხვა მუზეუმებს თითქმის არ აქვს. და ეს არის თოფის შალითა, ჩასადები, კაჟიანი თოფის. აქ კიდე რა არის? და ჩრდილო კავკასიაში ძირითადად ორ ჯოხზე ჩამოდებდნენ თოფს და ისე ისროდნენ. ჩვენთან არის მოჯირები გავრცელებული ამ ტიპის. ეხლა აქ კიდე რა არის უნიკალური? ორ ჩახმახიანი ლულაა. ანუ ერთი ლულა ისროდა ორჯერ. ორჯერ ტენიდი, ეგა ზუსტად. ანუ პრინციპი როგორია, შეხედეთ. ანუ თავიდან ხო ამოიღებდი იმას, რა ქვია, საქილეს. ხო ჩაყრიდი, ნაბდით, კარგად ტყვიას დადებდი და დალუქავდი და გატენიდი ერთხელ. მერე მეორეჯერ დაყრიდი დენს. და ორი ნახრეტია და ხანი მას. ორჯერ ისვრის, აი ორი ჩახმახი. ორია. კი და გამოსაკრავი აკლია, მაგრამ ორი აქვს რა გამოსაკრავი. ესე მაგარი შარიანი საქმე კი არა, ხო? არა, ისე ევროპაში 4-იანი და 6-იანი, მაგრამ არ ამართლებს, იმიტომ რომ ძალიან არა, საშიშია, შეიძლება გაისროლოს და თვითონ იზოლოში. აქ ახლა რა არის კიდე ზემოთ არის ფითილიანი თოფი. ქვემოთ არის საათის მექანიზმი. ის არკებუზია ზემოთ. ხო, მაგრამ ფითილიანია. ხო, არკებუზი ფითილიანი და ეს საათიანი სანახავად ვარ მოსული ისე. კი ბატონო. ესე კი ნანახი მაქვს, მაგრამ ეს მომართავდი. ნუ საქართველოში ეს არ გავცელდა, იმიტომ რომ ჩვენ მესაათები და აი ესე ძალიან ძვირი ღიდაო, მე ამაზე წარითული მაქვს თვითონ აი ეს იარაღი რა. ძალიან ძვირი ხდებოდა, იმიტომ რომ ამას მექანიზმი უნდა რამე რომე და ეხლა ჩვენთან ჭედრები. ჩვენთან უფრო არის აი ეს მიკელეტის ჩახმახი ქვია, ამას გარე ჩახმახები, ესპანეთში არის გარე ჩახმახები და ევროპაში, საფრანგეთში არის შიდა ჩახმახები. ჩვენთან გარე ჩახმახებია, ნუ ძირითადად ჩვენთან რა გვახასიათებს სპილოს ძვალი, ჭრელი ნიკარჩხალი ან კაკალი, იმიტომ რომ ეს ხაზებით ვეფხვის იმას ძალიან და მერე ვერცხლი, რა თქმა უნდა და მერე მოოქროვება. ძალიან მაგარი თოფებია ეს, საპირისწამლეები აქვს გამოფენილი და აი ეს შალითა არის ძალიან უნიკალური და ლულიდან. კი ბატონო, ლულიდან სატენეოდა ბატონო დავით ლულიდან. ამას აქვს კიდე ჩამოსადებები. აი ფეხები. ფეხები. აქეთ ახლა აი აქ კახელია და ქიზიყელი. ახლა ქიზიყი რატოა გამოყოფილი? ქიზიყი არიხთი და გადასახაც უბატონო ადგილი, მაგრამ ძალიან სერიოზული დავალება ქონდათ. საზღვარს იცავდნენ რა. აქტიურად მოუწევს. მათი მაუყავს მოდბელი კაცო. აი ეს არის ახლა რატო უნიკალური? იმიტომ რომ ეს არის დასავლეთ საქართველოს დადიანების ზარბაზნები, ფრანგებმა ჩამოასხეს, ქუთაისესროლის მე ზარბაზნები სავარაუდოდ. მოკლედ აი აქ ხედავთ, აი მეოთხე თოფი არის ძალიან დიდრულად გაფორმებული თოფი. სოქროში. ესეთი თოფი, რა ვიცი, აი ზემოთ პირველი ნიმუში არის ძალიან ინდური ლულა უფრო ან აზიური რაღაც ირანული, გველის ტუჩებით. კალიბრი აქვს მაგასაც. ეს მაგ ნანახი სხვაგან. კი. აი ინდოეთს და ირანს ახასიათებს ესეთი დრაკონი გველები. აი ეს ჩვენი რულის წვერიც კი როგორაა გაკეთებული. მოკლედ მეგობრო, ვისაც გაინტერესებთ იარაღის ისტორია, რაც თავარია, ყველა ლულა დამასკო. ო არა? აი რო დააკვირდა, ეგახე როგორი ღარებია. კი. დამასკო არის გაკეთებული. აი აქ არის მოკლედ ზარბაზნის ჭურვები, იმიტომ რომ ჩვენთან იშვიათად იფინება ზარბაზნები. ნუ აქ ხედავთ არა, აი ერთ ელემენტს გაუსვამ ხაზს, რომ ყველას აქვს ეს გასაღები, აი ნუ რითაც შეაკეთებდნენ თოფს, ან თუ გაიჭედებოდა ის ხრელი, რომ გაგეხვით ეს გასაღები ყოველ აი ჩვენ საკიდებზე, ჩოხებზე ხრება ეხლა სამწუხაროდ, ანუ ეს ელემენტი გაუცილებელი იარაღი თუ ქონდა, მაგისი მომსამო რაღაცა ქანსაჭერივით რაღაცა აქაც არის უნიკალური ნივთი, ბევრი ნივთი არ გამოფენილა, ბევრი ნივთი არის პირველად გამოფენილი, მაგრამ რატო არის უნიკალური? ესეთი ნივთი მე მაქვს ნანახი წიგნზე. ის რა არის, ხანჯალია თოფა? აი, რომელია ყველაზე უნიკალური შემოგვიდგება? არა, კავკასიის ისტორიისთვის. არ ვიცი, მე აი ესეთი რამე საერთოდ მე მაქვს ეს წიგნის გარეკანზეა დაბეჭდილი, აი უყურე
კაჟიანი ჩახმახი გადაკეთებულია პისტონზე. ანუ არ გადააგდა. ახლოაჩვენე რა. აი აქიდან გადაუღე, აქიდანაც. აი ნახეთ რა, ესე რო შემოდის უკვე პისტონები. ხო. კაჟი აღებულია, აი თოფისის რო ამოვსებულია ქვის ადგილი რკინით და დასარტყამი მექანიზმი გადაკეთებულია პისტონზე. ანუ ეს ტუჩები ურტყამს როგორც კაჟი აღარ აქვს რა. აი ქვედან იმუში არის დანაც, თოფიც, ქარქაშიც, მოკლედ. დიახ. კაჟი არ უნდა. აი ხედავ კაჟის მაგირა თუ ენია პისტონის ჩასადები ჩაუნდა. პისტონები ჩაედა და დაარტყამ. აი ხა დანარჩენი ესეთი დამბაჩები არის ძალიან ისტორიული, ზოგი ძალიან დიდრულად. ესა დაღესტნური სტილია, უფრო ძალიან ძიმეთა. ნუ ესეთი პისტოლეტები საბრძოლოდ, რა ვიცი, ძალიან ძიმე ნივთებია თან უკვე. ეს უფრო სააღლუმეებია. ეხა რა მინდა ვთქვა, აი ესეთი ტრამბლონებია კიდე გავრცელებული, სამიცალია ტრამბლონი. დასატენად ადვილია. აი ესეთი ორი დამბაჩა ხო ხედავთ როგორი წვრილი კალიბრია, ძალიან წვრილი კალიბრია და ჩვენ რა გვახასიათებთ, გრძელი ლულები გვაქვს, ძალიან გრძელი ლულები გვაქვს, დატენა ცოტა დიდი რო უნდა დამბაჩის ასკანი. და შორს მიაქვს. კიდე რა არის მნიშვნელოვანი? მე შევწირე მუზეუმს ტყვიები და ტყვის ჩამოსასხმელი, რომ ძირითადად თოფები იფინება და დამბაჩებმა თვითონ ტყვიაზე ან ხო, რო წარმოდგენა ქონდეს. ხო, აქცენტი ნაკ. ემიტომ რა განსხვავება ჩვენ ქვევრებში ვასხამთ. აი ეს ერთი ნახევარია ჩამოსასხმელი ქვევრია და საპირისწამლეებია ძალიან საინტერესო საპირისწამლეებია. აუ ეს მომეწონა ძალიან, აი 7 ნომერი ნახე რა. აი ზუსტად ასეთი გააკეთა ბექამ. ამაზე ვთქვათ თუ ეს მომავალ გადაცემაში მაგაზეც ვილაპარაკებთ. აი აქ ხევსურია წარმოდგენილი და გუდამაყრელი და ყველაზე მაგარი რა არის აქ? სვანური ფარი. კი ბატონო, ეს სვანური ფარია, ესეც ძალიან საინტერესო ფარია. აი თუ გადააკვირდები ეს ჯვრებიც არის რა, ფორმებში. სავარაუდოდ ახლა მე როგორც ვფიქრობ, ეს ფარი იყო წითელი. ეს გაშავება თუ დავაკვირდებით, წითელია. ფრესკებზე, ხატებზე ჩვენ გვაქვს მწვანე ფარები, ცისფერი, ლურჯი, წითელი ფარებია და ეს ადრე ალბათ იქნებოდა. მე მაქვს წაკითხული, რომ ქართველები ძირითადად ღამე იბრძოდნენ და შავფარიანებს ეძახდნენ. ეგ არის ჩვენი ცოტა გვიანდელი პერიოდი, როცა უკვე გაგვიჭირდა, თორე დავითის და თამარის დროს ღია შეკრება. ნუ რა, თოგინდა ჭყიალა ქონოდა. აი ეს არის ასევე საქართველოში 13 ცალია სულ, ეს არის ეგ ორიგინალია, ხო? კი, სტატუსის იარაღია, ხმლებია, გორდახმლებია ამოჭრილი ორნამენტად. ნუ ეგეთი მარტო თავაც ექნება. ეს ხო იცი რა არის? ღაჯი. ხო, ღაჯიები, სათითეები. ნამდვილი ღაჯი, ესეც საბრძოლო კვერცხი. აი მუზარადები. აქ არის სამეფო ჯაჭვისფერები. და ესეთი რომ გვაქვს საერთოდ, ეს არის ძალიან უნიკალური. რო შემურჩა რა, რუსებმა რო არ გაიტანეს. ხო, ნუ საერთოდ რო გვაქვს და როგორი წვრილი ქსოვა, ესეთი წვრილი ქსოვა მე მინახი ახლა. ესეთი წვრილი ქსოვით მე არ შემხვედი. ირანული მუზარადებია, კულახუდები. აი ეს ჩაჩქნები ქართული წარწერებით ქართულებია. აჰა, ეს ტრაფეია ალბათ რა, ბრძოლაში. ხო. შეიძლება ტრაფეი იყოს, შეიძლება საჩუქრები, იმიტომ რომ სპარსელების ხო რაღაც ეფანებს. მაგაცობდნენ, ხო? აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას ბრძოლებს. ანუ იქაც ხსანისია, აი აქაც ერეკლე. იმიტომ რომ ბატალისტური თემატიკა საქართველოში ძალიან პოპულარული არც იყო. მანარ და აუცილებელია სამხედრო ისტორიის ცოდნისთვის, ხო, ბატალისტიკა აუცილებელია. პანორამები აქვს უცხოეთში. ხო. უნდა ნახოთ რა. ხო. და მოკლედ მობრძანდით რა და აი ძალიან მინდა რომ თქვენი თვალით ნახოთ. ორი პატარა ნაწილი საზღვრებში ვიყავით, კი. და აქ არის ხანჯლები, ძალიან სერიოზული ნამუშევრებია გამოფენილი. და მე მინდა რომ ბავშვები, მასწავლებლები, სტუდენტები, მჭედლები, კოლექციონერები, ვისაც იარაღი უყვარს და ვინც ჩემთან მოვიდნენ ნახონ, ხო. ან შარშან ვინც იყო არიციან რომ ესეთი რაღაც დაემატა, ეს გამოფენა იქნება 6 თვე. აი გახედე რა საინტერესო გამოფენა არის აქ. ძალიან საინტერესო ნამუშევარი. ეს ვერცხლია და ის ოქრო, რაც ოქროსფერია, მოოქროვილია. ძალიან საინტერესო ნამუშევარია რა. სულ ბორის იმითი აწყობილი ეს ნახე რა. კი ბატონო. მოკლედ აქ არის ჟღამაძის, არის რა ვიცი. სხვადასხვა დიდი ოსტატების ნამუშევრებია. აი შუა მე-3 ნომერი ძალიან მომწონს, ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. და აქ არის ძალიან დიდი ხანჯალია. უფრო ჩვენ ახლა ტერმინოლოგიურად ეს არაა ესე, იმიტომ რომ მაგალითად უცხოენაში დიგერი არის მოკლე ხმალი და აი აქ ეს თუ ხანჯალია და აი ეს
ნივთი მეოთხე. ეგ დიდი კაცის იქნებოდა. ნუ ჭავჭავაძის რაღა ხმალია, ხანჯალია. ეგ ხანჯალი, ნუ ხო ხვდებით, ეს უფრო გალესილი რელსივით არის. ეს თუ ადამიანს უკიდია, მე ალბათ ხმალს აღარ დაიკიდებდა, ან რა საჭიროა. ეხლა წარმოიდგინე, ვიზაზე კიდე ხმალიც რო ეკიდა. ხმალი რა ხელა იქნება. აი კიდე უკანა დანებიც რომ მოყვება ზოგჯერ ქარქაშებს. მაგას ქვია შვილი. ხილი ხანჯლის შვილები, კი ბატონო. მოკლედ დავით, შენ თქვია, ბა როგორ მოგეწონა და რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად ამ გამოფენიდან. იმიტომ რომ შენაირი სკოლის მოსწავლეები უნდა მოვიდნენ აქ და დაათვალიერონ. შენ რას ურჩევა, ბა რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად? დამბაჩები და დამბაჩები. ყველაზე გაგრა და აი ეს მუზარადი? მუზარადი. მოკლედ, აი რა მინდოდა მეთქვა. ეხლა ამითი ეს ვიდეო დავამთავროთ ბატონო დავით და ერთ გეტყვით რა. მოდით აქ თბილისში. გინდა რაიონია შეგიძლია დილით ჩამოხვიდეთ და ისქნათ რა ქვია, საღამო შუა დღემდე კი მოივით. კი. მისამართი სუმა ვიწდება. სიონის 8 და ბავშვი ღირს, ნუ სახელმწიფო მუზეუმში აქ შემოსვლა ღირს 2 ლარი, დიდი 5 ლარი. ეგ აღდა. ბატონ დავით ჩემთან შემოწირულობაა თავისუფალი დასწრება, კი ბატონო. შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ ბატონ დავითი ბავშვებს აჩვენებს ყველაფერს და რაღაცნაირად რომ ამას მიახლოვოთ, რომ ზღაპარი და რაღაცა კი არისო, აი აქ რაც ალაგია, აი ეს თოფები. სულ ყველა ქართველების ნახმარია ჩვენი წინაპრების და ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელები. არისო ეხლა იქ თქვათ ჩაოულებრივ აზნაურების და რაღაც არა. ეგეთებიც არის ალბათ მუზეუმშიც საწყობებში, მაგრამ შეიძლება მეფეს ეჩუქებინა, მაგრამ ნუ ეს იქნებოდა ყველაზე ძვირიანი ნივთი მისთვის. ხო, აბა რა და არა, ლამაზიც არის, ძვირის არის, მე ნახე რა რულა და მჭედურობა და მთელი ამბავი. მოკლედ. რა მობა? ნუ ეგეთი ეგა საათიანი მექანიზმი. მე პირველად ვნახე ეს ორიგინალი, დამბაჩა. ანუ ტელევიზორში, ანუ ინტერნეტში მაქვს მარტო. მაგრამ თუ გასაღებს დაკარგავდი ეს უკვე. ო, ნუ გასაღები არ უნდა დაკარგო. გელოდებით, მოგზაურობთ. მოგეთ კარგად ძანდებოდეთ ეს ვიდეო ამ დავამთავროთ. შემდეგ ვიდეო